საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში პრეზიდენტის თაზე, რომელიც ზუგდიდში ტრადიციულად მეოთხე წელიწადია იმართება, დღეს დასრულდა. ასპარეზობაში მონაწილეობას 13 ქალაქის 140-მდე სპორტსმენი იღებდა. რესპუბლიკური ტურნირი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ორასაკო ჯგუფ შორის. გუშინ გაიმართა ნორჩ ძიუდოისტთა შეჯიბრი, სადაც გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მესტიის გუნდმა დაიკავა. სუბურ წონით კატეგორიაში ზუგდიდელთა მონაბერი ასეთია: 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი როზან კვანჭიანმა დაიკავა. 46 და 50 კილოგრამ წონით კატეგორიებში კი მეორე ადგილზე ნიკა ზაქარაია და ზაურ ხაზალია გავიდნენ. მე 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვდიოდ. 3 შეხვედრა ჩავატარე, 3-დან 3-ვე წარმატებით დავასრულე და დავიკავე პირველი ადგილი. მე გამოვდიოდი 50 კილოგრამ წონაში. მე ვიჭიდავე 3 და მეოთხე წავაგე და დავიკავე მეორე ადგილი. პრეზიდენტის თასის გათამაშება ზუგდიდელმა ძიუდოისტებმა 8 საპრიზო ადგილი დაასრულეს. უფრო მძიმე წონით კატეგორიებში კი ზუგდიდელთა საპრიზო ადგილები ასე გამოიყურება. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა შალვა არონიამ მოიპოვა. ამ წონაში მეორე მესამე ადგილები გიორგი ჭანტურიამ და გიორგი ერემაძემ გადაინაწილეს. 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი თანდილა შანავა და ჯემალ მაისურაძე მესამე ადგილებს დასჯერდნენ. დღეს დასრულდა ტურნირი პრეზიდენტის თასი, გავიმარჯვე პირველი ადგილი და შემდეგ შევეცდები უფრო დიდ ტურნირებში გავიმარჯვო. დამსახურება ერთხელ ჩემი მწვრთნელის მერაფიფიაში, უხდიმას დიდი მადლობას და თუნდაც შევეცდები გასახელო ჩემი სამეგრელო საქართველოს. ორგანიზება ძალიან მომეწონა, ტარდებოდა ძალიან კარგად აიშებასებით და ას გავაუმჯობესებ კიდე მოვალ ჩუჯურებას. ჩვენ ჭიდაობის ქვეყანა ვართ და დღეს რომ არსებობდა ვამაყოთ ქართველები რო ვართ და ქართულ მიწაზე ფეხი რო გიდგია, რაღაც დიდი წილი ჭიდაობის ქართული ჭიდაობის წვლილიც არის ეს. ძიუდოს რესპუბლიკური ჩემპიონატი წელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. პრეზიდენტის თასზე ძიუდოს ტურნირი 1 წლით დაემშვიდობა სპორტის მოყვარულებს.